მოგესალმებით. სვანეთი, ისევ სვანეთზე დავიწყებ მუშაობას, დიახ, სვანეთზე, რადგანაც სვანეთი სამყაროს საწყისია მთელი თავისი კავკასიონის ქედით. კავკასიონის ქედი, რომელსაც განაგებს ნადირობის ღვთაება დალი დროსა და სივრცეში. ამიტომაც სვანებს სამი ძირითადი ახალი წელი აქვთ. ეს არის 14 აგვისტო, როდესაც ხორბლის მოსავლის მოწევის დრო დგება, 17 დეკემბერი, საღვთო დღესასწაულები სათვლა როცა იწყება, ანუ ძირითადად გათვლილი არის დღის პარამეტრის ზრდის პროცესზე. შესაბამისად, აქედან კალენდარული სისტემა წარმოიქმნება. ბარბალიდან მოყოლებული მესამე დღეს არის იანშობ, იან, ცის ღვთაება, შობა. სწორედ ეს არის ის დასაბამი, რომლითაც სვანეთი თავის უპირველეს არსებობას სამყაროს საწყისიდან იწყებს. შესაბამისად, ხდება წყლის კურთხევა, ეს უკვე უშკულში. წუხელაც 8 ივლისი იყო 2026 წელი და მაშინაც განვაცხადე, რომ ლამარიასთან არ შეიძლება ესეთი ვანდალური მშენებლობების ჩატარება. რატომ არის უშკული სამყაროს საწყისი? შხარა, რომელიც 9 წვერიანი არის, 9 თვალა არის მზეც, 9 ქურუმი ყავდა, რომელთაც ასომთავრული ანბანი შეადგინეს. ასომთავრულ ანბანში 51 ასობგერა შედის. ყველა ასობგერა თავისი უმლაუტებით შემორჩენილი არის სვანურ ენაში. ანბანს აღარ შეუდგები თვითონ ანბანი სიტყვით თავისივე მნიშვნელობით ნიშნავს ფიცს, გვეუბნება სვანური ენა. რატომ 9 წვერიანი არის შხარა? შხარის მიმდებად არის პრისტე ვეშკინ. პრისტე სვანურად არის კურთხევა. ლპრისტე წყალი, ანუ ენგური, ანუ ანგური, რომელიც ზეციდან ნათლის სვეტად ჩამოგორდა, ეკურთხა სწორედ ანგურის წყალში, ანუ ენგურის წყალში. ნამყვანის მთის შესახებ ივანე ჯავახიშვილი მე თქვენთვის არაერთხელ მითქვია, ბრძანებს მურყვამოსი პირიმზისას ღვთაება. არაერთხელ მითქვია ისიც, რომ ნამყვამი, როგორც ასეთი, მიედენება ენგურის კალაპოტის გაყოლებაზე, იფარი წვირმი იელის მიმდებარედ, ლატალის მიმდებარედ და ასე შემდგომ ჰქვია ნამყვამის ადგილები. სადაც სხვათა შორის თოვლიც პირველი დნება. ბევრი რო არ გავაგრძელო, ლამარია გუშინაც თქვი ნაყოფიერების ღვთაება. დიახ, ნაყოფიერების ღვთაება. ის არის ყველაფრის მომატებელ, გამხარებელ, გამზიარებელი და ბოლოს სამარის გამზადებელიც. ალბათ გასაგებია ყველაფერი, რისთვისაც არსებობს ღვთაება ლამარია. კავკასიონის ქედზე ღვთაებათა ერარქიები აუარება გვხდება. მზეს ძალიან ბევრი ღვთაება ყავს და ყველა ღვთაების სახელწოდება სვანურში დღემდე შემორჩენილია. დღეს ჩვენ ვანდალებივით ნუ გავანადგურებთ ყველაფერს. ეს ჩვენ ხელთ არის და არ უნდა ხელგვეწიფებოდეს განადგურება ან წარსული წინაპრების იდეების მოტაცება და მერე ჩვენს სურვილებზე გადასვაფერება. ამას იცით ალბათ, რაც ქვია, ხო? დავიცვათ ყველამ სვანეთის საავტორო უფლება, თავისი უარყოფითი თუ დადებითი თვისებებით. არავის არ გვაქვს მორალური უფლება ვანგრიოთ ის, რაც ჩვენ არ შეგვიქმნია. შესაბამისად, ლამარია ნაყოფიერების ღვთაება, მოილოცებდნენ მას სვანის ქალები და შესაბამისადვე
აი დღეს მაგალითად ხუთშაბათი დღეა და ლამარიას დღე არის. დღეს უშინაც გითხარით, დღეს შუა დღის მერე, დღევანდელ დღეზე შუა დღის მერე ქალები უკვე ხელსაქმეს ხელს აღარ ჰკიდებდნენ. მე გითხარით თქვენ უშინაც, რომ შაბათ კვირას მზე თავის ქსოვილს იქსოვს. გამომდინარე აქედან, კავკასიონს, რომელსაც აუარება ღვთაებები ყავს, შესაბამისად, როგორც გითხარით, სვანეთში თითოეული შემორჩენილი არის. ყველა ესენი ყველა მათთვის დამახასიათებელი იყო ნიშა-სალოცავების არსებობა, რომელიც რომაელთა შემოსვლის შემდგომ, ანუ იულიუს კეისრის შემოსვლის შემდგომ, ჩვენი ადრექრისტიანული მართლმადიდებლობა დაუკავშირეს რომის სახელმწიფო იმპერიას და შექმნეს და სინთეზირება გააკეთეს ყოველივე იმისი, რაც დღეს ეკლესიებში გვაქვს. თუმცა სვანეთმა თავისი პირვანდელი სახე ისევ და ისევ შეინარჩუნა და დღეს მას ჩვენ ვანადგურებთ. 1910 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა იმოგზაურა სვანეთში, აღწერა უმეტესობა ეკლესიებისა, ციტირებას გაგიკეთებთ ექვთიმეს წიგნიდან. სვანეთში დავანებული სიწმინდეების 90% შესრულებული არის ადგილობრივ, ანუ ეს არის სვანური სკოლა, ანუ ხალხური სკოლა. შესაბამისად, საიდან დიახ, სვანური სკოლა გახლავთ იგი, რომელიც მე-19 საუკუნეებით თარიღდება, იმიტომ რომ ამ დროს ძალიან აქტიური ურთიერთობა აქვთ მათ აღმოსავლეთ რომის იმპერიასთან, ანუ ეგრეთ წოდებულ ბიზანტიასთან და სხვათა შორის ბაღვაშებს ძალიან დიდი როლი უჭირავთ სვანეთის ისტორიაში. დიახ, სალოცავების უმეტესობა საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ ბაღვაშების დროს არის აშენებული. ასე რომ, ეს სალოცავები სვანეთში საგვარეულო არის, თითოეულ სალოცავს თავისი საგვარეულო მცველი ყავს, მოკილი ყავს, მომლოცველი მელუზემი ყავს და შესაბამისად საპატრიარქოს ნებაც თუ იქნება, გთხოვთ გაუწიოთ ანგარიში სვანეთში არსებულ საგვარეულო ეკლესიების არსებობას. ასე ერთი ხელმოსმით და განადგურებით მაპატიეთ ამ სიტყვისთვის არაფერი არ გამოვა. სვანეთი ყოველთვის იყო თავისუფალი, თავისუფლება ისე შემთხვევით არსაიდან არ მოსულა და მას ყოველთვის სჭირდებოდა დაცვა, გვერდში დგომა და ბოლოს შენარჩუნება. მადლობთ მოსმენისათვის.